ბაშთა ვოკალური ანსამბლი ბორჯომი ემზადება კონცერტისთვის, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. სოლო კონცერტზე, რომელიც წლის შემაჯამებელი იქნება, გვესაუბრება ანსამბლის ხელმძღვანელი მომღერალი გიორგი ბუგიანიშვილი. დილა მშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილა მშვიდობის და დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. როგორ მიმდინარეობს მზადება, რა თქმა უნდა, პირველი კითხვა ეს იქნება. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ჩვენი გულშემატკივარი ბრძანდება ტელევიზია და განსაკუთრებით თქვენ ჩემი მეგობრები და განსაკუთრებით წავედი რუსთავიდან რომ წავედა რომ ბორჯომში რომ დავინიშნე, იმის მერე ძალიან ყურადღებით ახათ ჩემს მიმართ და ჩემი ანსამბლის მიმართ. რა ვიცი, ყველანაირად ვცდილობ, რომ საზოგადოებას მეტად გავაცნო ანსამბლი ბორჯომი, იმიტომ რომ არანაკლები წლები არ აქვს. მინდა რომ იმ ისტორიიდან დავიწყო, სადღაც ამას წინა თქვენვე გააშუქეთ 50 წლის იუბილე გადავუხადეთ იმ ბიჭებსაც, რომელმაც დაიწყეს ანსამბლის ისტორია და იმ ბიჭებმა, რომელიც დღეს მღერიან ანსამბლ ბორჯომში. და რა ვიცი, ვცდილობ ყველანაირად ასეც მასწავლა ბატონმა აზორმა, რომ ისინი და ზოგადად მასაც არის თუ დაივიწყე შენი წინაპარი, არავითარი მომავალი აღარ გექნება შენურად. რა ვიცი, ვცდილობ ყველანაირად რომ ასე გავაკეთო. როგორია სამზადის კონცერტისთვის, როგორია პროგრამა, როგორია რეპერტუარი, ყავთ თუ არა ახალი წევრები? კი ბატონო, მოგახსენებთ, ეხლა იმასაც აღნიშნავ, რომ სანამ 25-ის კონცერტს ჩავატარებთ, 3 სოლო კონცერტი გქონდა რეგიონებში. და ამისთვის დიდი მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს, რომელმაც დაგვიფინანსა ეს სამივე კონცერტი და ქონდა გუშინ მოვჭით, უკვე გორში ქონდა ბოლო კონცერტი და ერთგვარი უკვე ეთყობა რომ კაი სამზადისია, იმიტომ რომ როცა კონცერტები გაქვს სოლო კონცერტამდე, სოლო კონცერტი გაქვს, უკვე რაღაც შედეგს აღწევი, მისას რომ ხო, უფრო მეტად ნახო და უფრო მეტად დაინახო შენი ეს ნაშრომი იქნება თუ ნაღვაწალი იქნება თუ რა ვიცი, როგორც იტყვიან. ხო და რა ვიცი, ვცდილობთ ყველანაირად რეპერტუარი სხვადასხვა. როგორც ფოლკლორული, ისე ქალაქური სიმღერეს. ხა ამას წინათ მეთქი რომ ვიყავი, მაშინ აღნიშნეთ რომ პირველი სოლო კონცერტი ჩავატარეთ, მე რომ დავინიშნე იმის მაგრამ პირველი სოლო კონცერტი რომ ჩავატარეთ, მაშინ მთლიანად ფოლკლორი იყო. მთლიანად ფოლკლორი იყო და ეხლა უკვე ფოლკლორიც არის, საგუნდო მუსიკაც არის და ვინაიდან საახალწლო მზადებაა და შობისთვის ემზადებით და შობა ახალი წელი მოდის, შევეცადე რომ ქალაქური მუსიკაც ჩამერთო და რაღაცეები მაგხი განწყობისთვის რომ მეტად რა უფერვანი ყოფილიყო რეპერტუარი? კი, რა თქმა უნდა. წევრებზე მინდა კითხო, გოგიტა შენაგნიშნე რომ დიდი ისტორია და ცხადია ამ პერიოდში ალბათ იცვლებათ ალბათ ჩვეულებრივი პროცესია. თუ ყავთ ახალგაზრდები და თუ არის ინტერესი. კი ბატონო. ახლა მე რომ დავინიშნე, უკვე დამხვდა ეს ხო, ეს ბიჭები დამხვდნენ უკვე მის მერე ახალი წევრი არ მიმიღია, თუმცა ახლა იქ დავიწყე მთხოვეს ბავშვთა ანსამბლის გაკეთება. მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო, რატომღაც ახლა ცოტა იანვრიდან მინდა ცოტა სხვანაირად მიუდგე და სხვანაირად გავაკეთო და ჩემი ანსამბლის აქ თბილისში რომ ყავს ჩოხოსნების როგორც ასეთი ფილიალი გავაკეთო და ვინც მომივიდა იმ ბიჭებიდან 1-2 ავარჩიე უკვე მართალია და სადღაც 15-16 წლის ბიჭები არიან, მაგრამ ავარჩიე იქიდან რომ გავზარდო ისე რომ დამჭიდეს ადგე და ჩავსვა იმაში. დანარჩენები ხა ბიჭები ვინც დამხვდნენ, ხა არც ერთი იმას აღნიშნა რომ არც ერთი როგორც ასეთი პროფესიონალი არ არის. განათლებით გულით, რა თქმა უნდა და ხო და მოკლედ არიან ერთი არა, არც ერთი არ არის პროფესიონალი, არ კონსერვატორია დამთავრებული რომ ვიფიქრო რაღაცა, არც ერთი არ არის და აქედან გამომდინარე ცოტა უფრო მეტი შრომა გვიწევს იმისთვის, რომ რაღაც ცოტა სხვანაირად მიუდგეთ, სხვანაირად გავაკეთოთ. აი რეპერტუარი არ მინდა, თან იმის სამცხე ჯავახეთის რეპერტუარი ცოტა მწირია, არ არის როგორც მაგალითად ყახური, გურული და იმერული და რაჭული და ესა ქართული და ვცდილობ რომ ის რაც არის, ის დამხვდა. გაკეთებული სამცხე-ჯავახეთი, მაგრამ დანარჩენი უკვე მრავალფეროვნებისთვის გავაკეთე
ვცდილობთ რომ ნელა-ნელა რაღაც კრიმანჭულიც შეურიოთ. ხო, გურული პეცით შეურიოთ და რა ვიცი, იმიდან გამომდინარე ვაკეთებ, ვინც მყავს. გამოცემულობაც არის. კი, ხო, იმიტომ რომ სხვანაირად საბანე სადამდე გაგწდება იქამდე უნდა დაიფარო და ვცდილობ ყველანაირად რომ ამ ბიჭებიდან გავაკეთო და შევაკოწიწო და საქმე რა ვიცი ღვთისწყალობით მასწავლა ბატონო მანზორმა და ვაკეთებ ხელობა გადასარევი. კი ბატონო. გორის გარდა კიდევ რომელ რეგიონებში იყავით გიორგი და საომალო გეგმები როგორია კიდევ თქვათ დარწმუნებული ვარ გეულდებათ არაერთი კუთხე კიდევ საქართველოს. კი ბატონო. მე შარშანწინ უფრო სწორად დავიწყე ასეთი რაღაცა და რეგიონებში გავაკეთე ძალიან ბევრი კონცერტი და დავიწყე რაჭიდან სხვათა შორის. ჩემი უსაყვარლესი კუთხიდან და ჩემი კუთხიდან როგორც ასე იტყვია ხო და წელს ახლა მოვიარეთ ზესტაფონი ქონდა პირველი, მერე ქონდა ხაშურში კონცერტი და გორით დავასრულეთ. ეხლა იმასაც მოგახსენებთ რომ ამ ზაფხულს ძალიან დიდ დღეს ჩაეყარა საფუძველი. 10 აგვისტო ჩემთვის ისედაც დიდი დღეა და ყველასთვის, იმიტომ რომ ბატონი აზორის დაბადების დღეა და კიმოთესუბნის ტაძრის ეზოში ძალიან მოწიწებით ვიყავი და ძალიან შიშით ვიყავი რომ თუ გავაკეთებდი ზოგადად ძალიან მინდოდა ბავშვობიდან ისე მიყვარს კიმოთესუბნის ის ტაძრის ეზო და თვითონ ტაძარი ისე მიყვარს რომ მინდოდა რაღაცა საფუძველი ჩამეყარა ვიტყვი რომ ფესტივალისთვის არა იმიტომ ფესტივალს ტაძრის ეზოში ვერ გააკეთებ მაშინ ერთი კვირა უნდა მიდიოდეს იქ და ტაძარია და ტაძრის ეზოა კონცერტი ფოლკლორული კონცერტი და სხვათა შორის გაამართლა. დაიწყეს ბიჭებმა, ანსამბლმა ბორჯომმა და სტუმრად ყავდა ანსამბლი მესხეთი, ზაზა თამარაშვილის და ბიჭებს მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო ახედან და რომელმაც მართლა გაამართლა. და თვითონ მეუფიდან დაწყებული მამები იყვნენ და უამრავი ხალხი დაესწრო და მომავალ წელს უკვე ანსამბლი ბორჯომი იქნება მასპინძელი იმ ანსამბლისთვის რომელ ანსამბლსაც ჩამოვიყვან და ბატონი აზორის დღე დაერქვა ამ დღეს კიმოთესუბნის ტაძრის ეზოში და რა ვიცი ნახოთ შემოთავაზებაც გვაქვს იქნებ იმიდან ახალციხეში რომელიღაცა ან საფარის ეზოში ან სადმე რომ იქნებ მივაბათო ხონდა ამას წინათ საუბარი ვარლამ ციკლაური დაინიშნა ხა და ნახოთ რა ვიცი გეგმები კიდევ არ ვჩერდებით იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ საზოგადოება მართლა ძალიან ახლოს გაიცნოს აი ეს სწორება გვაქვს თბილისის კონცერტისთვის ცოდია კი მინდა თბილისში ძალიან სოლო კონცერტი მომავალი წლიდან ხა იანვრიდან გვაქვს დაგეგმილი უკვე რეგიონებში სოლო კონცერტები და ამასობაში უკვე ის რეპერტუარსაც ნელა-ნელა უკვე ავაწყობთ გვაქვს რეპერტუარი სადღაც უკვე რაც ჩავედი და რაც დავიწყე რეპეტიციები სადღაც 50-55-60 სიმღერამდე უკვე გაკეთებული გვაქვს კი ახლა ეს ცოტა არ არის კი არ ვჩერდებით რამდენიმე კონცერტზე კი არ ვჩერდებით და მინდა რომ ახლა იმაშიც ვიღებთ მონაწილეობას ხალხურში მივიღეთ მონაწილეობა. აი მეთქვა, ეხლა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრი სხვადასხვა აქტივობებია, ტელეპროექტებია, ფესტივალებია, სადაც ხალხური სიმღერა, ხალხური ანსამბლები, განსაკუთრებით რეგიონის ანსამბლების წარმოჩინებას უწყობს ხოლმე და თუ ჩაერთეთ ამ კი, ახლა მასში ვიყავით, ხალხურში გამოვედით, ვიყავით და ეხლა იწყება ხალხური მუსიკის პროექტი კიდე, მაშინ რუსთავი 2 იწყებს და რა ვიცი გავაგზავნეთ ჩვენი მაქსიმალურად საბოდობა გაიზარდოს. კი, რა თქმა უნდა. აი, ახლა ზოგადად ფოლკლორი რო კაია და ძალიან მაგარი რო არის ეს, მაგრამ რაღაცას უურევ მაინც ამ ხალხური მუსიკასაც რომ ახლა საზოგადოება და საზოგადოებიდან გამომდინარე, კი, რა თქმა უნდა. ესეც რაღაც ჩემი აზრით მე როგორც მენელი ვიძახი ამ შემთხვევაში, როცა ფოლკლორი ანსამბლი მაგრამ შერეულია საგუნდო და საერთოდ ამ ანსამბლის რაღაც მაღალ დონეზე გულისხმობს რომ ყველა ჟანრში შეუძლიათ ესე იგი აი გუშინ ერთად ვიყავით
ბაშენ კონცერტზე და ხო კონცერტი კიდე ერთხელ მივუწევ ბიჭებს მე ბედნიერი ვარ რომ აი იქ ბიჭები მღერიან და რომლებიც მართვაში მღეროდნენ როცა მე მომიწია მართვას ხელმძღვანელობა ის ელი ბოწყრია გიორგი ხუნაშვილი და აი გუშინ მართლა სასწაული იყო და ეს ბატონი აზრიც აღნიშნავდა მაგას რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ანსამბლი იქნება როცა დრო მოვა გუშინ დაამტკიცეს კიდევ ერთხელ კი რა თქმა უნდა და აი როგორ ის იყო ხო როცა შერეული იყო ხო ეს საგუნდო მუსიკა და ეს ხო რა თქმა უნდა ხო და მაგაზე ჩვენც ვიხწვით ეხლა ჯერბასიანის დონემდე არა ვართ მაგრამ რა ვიცი შევეცდებით რომ რაღაცნაირად მივუახლოვთ რა შეიძლება ჩოხოსნების შესახებაც მინდა კითხო გიორგი როგორ მიმდინარეობს თქვენი რეპეტიციები კონცერტები თუ გაქვთ დაგეგმილი ნაკადი თუ მოედინება და მსურველები თუ არიან რომ შემოუერთდნენ თქვენს ანსამბლს ჩოხოსნები ჩემი ცხოვრებაა და ჩემი ოჯახია რომ რა თქმა უნდა ბორჯომიც ჩემი ოჯახია უკვე მაგრამ ჩოხოსნებს უკვე 25 წელია გადავყავი და როგორც იქნა ბოლოს დავიდეთ 112 სკოლაში ჩავყარეთ საფუძველი და გვაქვს უკვე იმიტომ რომ ნაძალდების რაიონში თითქმის ყველა სკოლა დანგრეულია და დაინგრა ხო და ეხლა უკვე გაკეთდა და რა ვიღებთ ისინი დაშინდები კი რა თქმა უნდა ვცდილობთ მივდივართ ხოლმე სკოლასთან და ვუღერით რომ ხო და რა ვიცი ყველანაირად ვცდილობთ რომ გავაკეთოთ იყო მოვიდა მაგრამ ცოტა ნაკლები აქტივობაა აღარ არის არ ვიცი რისი ბრალია მაგრამ მე მინდა თქვენი ეთერითაც უთხრა მშობლებს რომ არიან ბავშვები რომლებიც ძალიან სმენიანები არიან კაია ფეხბურთი კაია კალათბურთი კაია აუცილებელია სპორტული დატვირთვა ბავშვისთვის იმიტომ ძალიან მაგრამ როცა შეუძლია ბავშვს სიმღერა ეს უნდა ასწავლო ბავშვს და თუ არ გადაევეცით ბავშვებს და თუ არ ვასწავლეთ ბავშვებს ჩათვალე რომ უცხოელები თითქმის სულ ყველა მღერის უკვე ხედავთ რომ რამხელათი მოთხოვნაა და რამხელათი ის არის ქართული ფოლკლორის და ყავს ვართ მოღვაწეობთ გვაქვს რაღაც კონცერტები ახლა გაზაფხულზე მინდა სოლო კონცერტი ბიჭე ანსამბლ ჩოხოსნების იმიტომ რომ სადღაც უკვე 25 წელი გვისრულდება თან ამ პანდემიიდან გამომდინარე და იმიდან გამომდინარე უკვე კაი ხანია არ ქონია და ჩამოვიშალეთ მეთქი არ ვიტყვი არა იმიტომ არის ბიჭები ყავს კარგად ბლომად გოგოებიც ყავს და რა ვიცი ვცდილობ რომ ყველანაირად გავაკეთო ის საქმე რაც ყველაზე მეტად მიყვარს და შემაყვარეს ჩვენს გადაგვრჩენია რომ წარმატებები გისურვოთ დიდი მადლობა თქვენ ყველაფრის წარმატებები თქვენ შენს ანსამბლებს და მზადვართ ყოველთვის გიმასპინდულ და დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა სტუმრობისთვის შეგახსენებთ ვაშთა ვოკალური ანსამბლ ბორჯომის ხელმძღვანელი მომღერალი გიორგი ბუგიანიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი